პოეტ ზვიად რატიანის საქმე დასკვნით ეტაპზეა. დღეს სასამართლოს პროკურორმა დასკვნითი სიტყვით მიმართა. შემდეგ სხდომაზე საქმეს და საკუთარ არგუმენტებს ადვოკატები შეაჯამებენ. შესაძლოა ეს უკანასკნელი სხდომაც იყოს და მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადოს. რატიანს, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სილის გაწნის ფაქტს არც ბრალდებული უარყოფს და მის ამქმედებას საპროტესტო აქტს უწოდებს, თუმცა თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. გიორგი კვიჟინაძე დაესწრო დღეს სხდომას, რომელიც ეთერს უერთდება და მეც გვეტყვის რა განაცხადა დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ მის დასკვნით მიმართვაში. პოეტ ზვიად რატიანის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა. დღეს პროკურორმა დასკვნითი სიტყვა თქვა მოსამართლის წინაშე, სადაც ყურადღება გაამახვილა თითქოს და ზვიად რატიანს წინასწარ ჰქონდა განზრახული პოლიციელზე თავდასხმა. პროკურორის თქმით, ამას ადასტურებენ ის მოწმე პოლიციელები, რომლებიც საქმის განხილვისას თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხნენ. თავად ადვოკატიც და ზვიად რატიანის აცხადებს, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას, რომ ამ პოლიციელს სილა გააწნა, თუმცა ადვოკატის მტკიცებით ეს ვერ ჩაითვლება პოლიციელზე წინასწარ განზრახულ თავდასხმად. როგორც ადვოკატი აცხადებს, ზვიად რატიანის მიერ ჩადენილი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი არ არის. ადვოკატებმა სრულად უდავო გაახადეს პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგანაც თავად რატიანი ჩადენილ ქმედებას აღიარებს. წარმოდგენილი იყო ბრალდების ხარის მიერ როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე ვიდეო ჩანაწერები, სადაც თვალნათლივ ჩანს ბრალდების მხრიდან განხორციელებულ თავდასხმა პოლიციელს. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულის და მისი ადვოკატის მხრიდან სრულად იქნა უდავოდ გამხდარი, რაც მიანიშნებს იმას, რომ ეს სიტყვები ნამდვილად ბრალდებულს ეკუთვნის და აღნიშნულთან დაკავშირებით, რომ რაიმე კითხვის ნიშნები მისი მხრიდან არ დასმულა და შესაბამისად არ სურდა აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი კითხვები დაესვათ პოლიციის თანამშრომლებისათვის. დაცვის მხარე არ ვეთანხმებით წაყენებულ ბრალს. წინა პროცესზე ჩვენ უდავოდ გავხადეთ ბრალდების ყველა მტკიცებულება და როგორც შესავალ სიტყვაში ვთქვით, ერთადერთი რასაც პროკურატურა დაადასტურებს ამ მტკიცებულებებით, ეს არის ფაქტის ჩადენა. დღეს უკვე დასკვნით ეტაპზე გადავედით, დღეს პროკურორი იტყვის დასკვნით სიტყვას, შემდგომ პროცესზე კი უკვე დაცვის მხარე წარმოუდგენს იმ ვრცელ სამართლებრივ შეფასებას, მათ შორის საერთო სასამართლოების პრაქტიკაზე მითითებით, თუ რატომ ვერ შეფასდება წარდგენილი ბრალი დასაბუთებულად და პოლიციელზე თავდასხმად. შემდეგ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარი, ანუ ზვიად რატიანის ადვოკატები იტყვიან დასკვნით სიტყვას. ამის შემდეგ კი თავად ბრალდებული პოეტი ისარგებლებს საბოლოო სიტყვის უფლებით. საინტერესოა, რაზე გაამახვილებენ ადვოკატები ყურადღება საკუთარ დასკვნით სიტყვაში და რაზე ისაუბრებს საბოლოო სიტყვის უფლების დროს თავად პოეტი ზვიად რატიანი. ამის შემდეგ კი უკვე მოსამართლე გიორგი გელაშვილი გამოაცხადებს საბოლოო გადაწყვეტილებას. საქმე შეფასებული როგორც პოლიტიკურად მოტივირებული და საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ რეჟიმი ზვიად რატიანს სჯის იქიდან გამომდინარე, რომ ის ეწინააღმდეგება რუსული რეჟიმის ქმედებებს.